და შევიდა ნოე და ძენი მისნი მისთანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათვის რღუნისა და ყოველთაგან მფრინველთა წმინდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმინდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმინდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმინდათა და ყოველთაგან ქვეწარმავალთა ქვეყანის ზედათა. ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოესთანა კიდობნად, მამალი და დედალი, ვით არ წამცნომას უფალმან ღმერთმან. შესაძლოა თუ არა ასეთი რამ? რას წარმოადგენდა თავად კიდობანი? რა რაოდენობის ცხოველები შეეძლო დაეტია მას? რამდენი ცხოველის აყვანალიყო აუცილებელი კიდობანში? ბიბლია კიდობნის კონსტრუქციას აღწერს შემდეგი სახით. იქმენ უკვე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან 4 კედლებთან. ბუდებად ხმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირთან და ესრეთ ხმნა კიდობანი. 300 წრთა სიგრძე კიდობნისა და 100 წრთა სივრცე და 30 წრთა სიმაღლების. შეკრებულ ყო კიდობანი და წრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნის აქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, 2 სართულებად და 3 სართულებად ყო იგი. კიდობანი წარმოადგენდა სამგემბანიან დიდ ხომალდს დაახლოებით 150, 25, 15 მეტრის გაბარიტებით. მისი წყალწყვა მხოლოდ ნახევრად ჩაზირულ მდგომარეობაში შეადგენდა დაახლოებით 20,000 ტონას. ასეთივე წყალწყვათ აქვს თბომავლებს ივან ფრანკოს, ალექსანდრე პუშკინს, ტარას შევჩენკოს, შოთა რუსთაველს. მას თანამედროვე მთლიანად ლითონის გემების გამოჩენამდე პრაქტიკულად ანალოგი არ ყავდა. მაგრამ განსვიფრებას იწვევს ის ფაქტი, რომ კიდობნის სიგრძისა და სიგანის ფარდობა დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული თანაფარდობის მნიშვნელობის ტოლია, რაც უზრუნველყოფს ხომალდის ოპტიმალური სვლის ხარისხს დრეიფის დროს. სიგანისა და სიმაღლის თანაფარდობა კი ანიჭებდა მას სიმტკიცეს, რომელიც გამორიცხავდა გვერდულ წნევას ნებისმიერი ღელვისას. კიდობნის გემბანის საერთო ფართი შეადგენდა 9300 კვადრატულ მეტრს, ხოლო მოცულობა 43000 კუბ-მეტრის, რაც 569 სპეციალური სარკინიგზო ვაგონების ზომების ეკვივალენტურია, რომლებსაც წვრილფეხა საქონლის გადაზიდვისას იყენებენ და მსოფლიოში მიღებული ნორმების მიხედვით 240 ინდივიდს იდევს. ცხოველები კი ალბათ კიდობანში აყვანილნი იყვნენ ჯერ კიდევ არასდასრულ ასაკში. მათ ხომ რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი შთამომავლობა უნდა მოეცათ დესანტირების შემდგომ. მცურავ კიდობანზე მოქმედებს 2 სიდიდით ტოლი და მიმართულებით საწინააღმდეგო ვერტიკალური ძალა. სიმძიმის ძალა G, რომელიც მოდებულია ხომალდის მასის ცენტრზე და ამომგდები არქიმედეს ძალა A, რომელიც მოდებულია კიდობნის ჩაძირული ნაწილის გეომეტრიულ ცენტრზე, გამოდევნილი წყლების მასის ცენტრზე. ხომალდის ჰორიზონტალური მდგომარეობისას ორივე ძალა მოდებულია ერთი ღერძის გასწვრივ და კიდობანი იმყოფება უძრავ მდგომარეობაში. გვერდული დახრილობის წარმოქმნის შემთხვევაში ამომგდები A ძალის მოდების წერტილი გადაინაცვლებს გვერდზე და წარმოიქმნება მომენტი, რომელიც კიდობანს გარდაუულად აბრუნებს საწყის მდგომარეობაში. რამდენი ცხოველის აყვანა იყო აუცილებელი ნოეს კიდობანზე? სპეციალისტების აზრით, დედამიწაზე არსებობს 1.374.100 სახეობის ცოცხალი ორგანიზმი. მაგრამ მრავალი მათგანი არ საჭიროებდა კიდობანს. ესენი არიან 21,000 სახეობის თევზი, 1700 რბილგარდიანები, 600 სახეობის კანეკლიანები, 107,000 სახეობის მოლუსკი, 10,000 სახეობის ნაწლავღრუიანი, 500 სახეობის ღრუბლისებრი ორგანიზმი, 30,000 სახეობის უმარტივესი, 838,000 სახეობის ფეხსახსრიანებიდან და 35,000 სახეობის ჭიებიდან უმეტეს მრავალი წყლის ძუძუმწოვარას, წყალხმელეთას, რეპტილიასა და მწერს დამოუკიდებლად შეეძლო საკუთარ თავზე ზრუნვა. ამგვარად, ამ გიგანტურ მცურავ ფერმაში აუცილებლად უნდა აყვანილიყო დაახლოებით 35,000 ინდივიდი, რომელიც გემის მხოლოდ მეოთხედ ნაწილს ავსებდა და ტოვებდა საკმარის ადგილს 8-კაციანი ეკიპაჟისთვის, პროდუქტებისა და ცხოველების საკვებისთვის. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბევრი საკვების განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობდა. სულ რაღაც 40 დღის განმავლობაში ატმოსფეროში წყლის ორთქლის ფენის გაქრობის ხარჯზე ატმოსფერული წნევის სიდიდის ორჯერ მეტად დაწევას უნდა გამოეწვია ცოცხალი ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლის სწრაფი დაქვეითების უჩვეულო მოვლენა და ბევრი ცხოველი შესაძლებელია ყოფილიყო დამუხრუჭებულ მდგომარეობაში, ახლოს ანაბიოსთან. სწორედაც რომ ბიბლიაში მოყვანილი კიდობნის ასეთი დიდი ზომები კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვის ქვეშ ტექსტის მითიურობას ან ფალსიფიცირებას. მოსეს დროს ხომ მხოლოდ პატარა ზომის გემებით ცურვა იყო შესაძლებელი,
ხოლო იმ პერიოდში ცნობილი ცხოველების სახეობების რაოდენობა რამდენიმე ასეულს ძლივს ითვლიდა. ფალსიფიკატორისა და შემთხზველისათვის უფრო ბუნებრივი იქნებოდა ნოე გამოეხატა თავისი პაწაწუნა გემით ცხოველების გადამრჩენ ვინმე ბაბუა მაზაიას სახით. არ იქნებოდა საკირო ასეთი გიგანტური ნაგებობის აუცილებლობა არა მსოფლიო, არამედ რაიმე ლოკალური წყალდიდობის შემთხვევაში. 10 წლეულების მანძილზე კიდობნის მშენებლობისთვის დახარჯულ ძალებზე ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა წყალდიდობისგან უსაფრთხო ადგილებში მომთაბარეობა. სამწუხაროდ, ისტორიამ ვერ შემოინახა მინიშნება იმის შესახებ, თუ რომელი ხე ატარებდა ნოეს დროს, შესაძლოა მოსეს დროსაც, გოფერის სახელს. თანამედროვე მკვლევარების აზრები ამის შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთ-ერთი უკიდურესი აზრი ამტკიცებს, რომ გოფერი მუხისნაირ სახეობაა. მეორე უშვებს ამ დასახელებით სინთეტიკური მასალის არსებობას, როგორიცაა მაგალითად სპეციალური წესით დამუშავებული მცენარეული ფისი, დღვილი, მსგავსად თანამედროვე პლასტიკური მინისა. შესაძლებელია, დროთა განმავლობაში რეგულარულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა არარატის მიდამეებში გააცხადოს ეს საიდუმლოება. მაგრამ იმის მიუხედავად, შემონახულია თუ არა დღემდე კიდობანი, სხვაგვარად ახსნა იმისა, თუ როგორ გადარჩა სიცოცხლე ამ გლობალური კატაკლიზმის დროს ვერ ხერხდება.